ვიცოდი რომ მოხვიდოდით. მითხრეს. გოგო, შენ თვითონ დაანებებ ჩემ შვილს თავს თუ გაგცალო ახლა თმებიდან? წადი შვილო. კაცების მეტი რა არის? შენთვის სულ ერთი არ არის, რას გადაეკიდე ამ ბიჭს? ვერ ვიჯერებ რომ ამ დონეზე შეიძლება დაეშვას ადამიანი. რაო? რაღაცას სვეცკობს. Вы не имеете никакого права. იმეიწეს მოგცემ ახლა მე. ერთი აგე. Ჩემი და. ეს ალბათ მამამის 700 ცოლი რო ყავდა. იქიდან არ რომელიმესი. ესენი რამდენი არიან? სულ ყველასთან იმაშვებიან, დიდიან, პატარიანად, გარჩევა არა. აბა ცოტა წესიერად ილაპარაკეთ ახლა. უყურე ერთი ამას შენ კიდო აკეთ დიდგულზე ხო? დამიჭირე ერთია გონა, მე ამას დაანებე თავი თორა, ეს იმისთანაა პოლიციას გამოუძახა. არაფერი. დაწერთ ხელწერილს, სადაც გარკვევით აღნიშნავთ, რომ რამოდენიმე მეტრის რადიუსსაც არ მიუახლოვდებით მოქალაქე კატო კირვალიძეს, რომლის ჩვენების საფუძველზეც ხართ დაკავებულები. ვის საფუძველზე? მომისმინეთ რა. ხელწერილში გარკვევით აღნიშნავთ, რომ მოქალაქე კატო კირვალიძეს რამოდენიმე მეტრის რადიუსიც არ მიუახლოვდებით. როგორ კაცო? სახში ეგ მე თვითონ მივარდება რძლა და კიდო მე არ მივეკარო იქით? რომ შემოგივარდებათ სახლში მოგმართეთ, მასაც ანალოგიურად დავაწერინებთ ხელწერილს. გასაგებია? ის რა ხელწერილს დაწერს? დაწერს, რომ აღარ მივეკარები მაქსიმე გობრონიძესო? არ გვინდა ის ქალი თქვენი ჭირიმე რძლად, არ გვინდა და გვეტენება. და არ შეუძლია პოლიციას რომ ეს ამბავი აკვეთოს? სამწუხაროდ არა. იმიტომ რომ შესაბამისი კანონი არ არსებობს კანონმდებლობაში. როგორ კაცო? მე მივარდება, მე სახში ნატრული გუნავას და თქვენ კიდო მე მიჯერთ. ნუ ყვირით რა ძალიან გთხოვთ. გაგდივით ხელწერილის წერა რა. ვაგრძელებ. გადასარევი პირდაპირ. რა წერია იმ კანონში? რომ სახლში შევარდნა არ შეიძლება და ოჯახში შეიძლება? იმ ვიღაც კატოსნაირების გამოგონებულია ეს კანონებიც. აბა შენ აგონია? აბა რა? რა არა?